ეს შენობა კარგ ახანს იყო ასე უძრავად, უმოქმედოდ. ისეთი მკვიდრი ნაშენი იყო და ისეთი მოპირკეთებული, რომაც ვერაფერი დააკლო. იდგა ასე შუა რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის მახლობლად. თბილისელი გამვლელები ამბობდნენ, რა მაგარი შენობაა ნეტა თუ მიხედავს ვინმე. და ქალაქის სტუმრები კი ამბობდნენ, რა საინტერესო შენობაა, აქ კაფე არ არის, ყავა რომ დალიოს კაცმა. ახლა კი არის და არა მარტო ყავის დასალევი ადგილები და არც მარტო საუკეთესო სამზარეულო და უმაღლესი სინჯის სასტუმროს ნომრები. გაცოცხლებული ტელეგრაფის შენობა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი გახდა და იგი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილად იქცა. კავშირების დამყარებისა და სტუმრების მიღების ადგილად, თავშეყრისა და იდეების დაბადების შესაძლებლობად. ამ შენობამ ავტოკავშირის დაშლის მერე და როცა გაჩნდა ეს მობილური ტელეფონი, დაკარგა ფუნქცია, იმიტომ რომ ამ ტელეფონში 10,000 ჯერ თუ 100 ჯერ მეტი ინფორმაციაა. შემიძლია ჩემს შვილს დაურეკო, ნებისმიერ პიროვნებას დაუკავშირდე მსოფლიოში. ამას ფუნქცია აღარ ქონდა ამ შენობას. და კიდე კაი რო არ ჩავარდა ისეთ ხალხის ხელში, რომელიც ამას რაღაც საშინელებას გააკეთებს, სავაჭრო ცენტრს ან რაღაცა ძალიან ლამაზად არის დიზაინი გაკეთებული ცნობილი არქიტექტორების. ეს შუა ადგილი ზღიად სარუარი და ეს გამწვანება და ეხლა ნომრები ყველა ვიცი, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ეკონომიური პატარა ნომრები, არის საშუალო დონის ნომრები, არის მაღალი დონის ნომრები. ესე იგი ყველანაირ შესაძლებლობის ადამიანზეა გართვლილი, რაც ძალიან ჭკვიანურია. ცენტრალური ტელეგრაფის შენობის საეტაპო პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ლადო ალექსი მესხიშვილი და თეიმურაზ მიქაშავიძე. ეს გამორჩეული პროექტი იმთავითვე აღიარეს როგორც არქიტექტურის განსაკუთრებულად გამორჩეული ნიმუში. და თუ ძნელია ძველ სხეულში ახალი სულის ჩადგმა, თან ამ სულის სრულად შენარჩუნება ამას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალებმა უნდა მოჰკიდონ ხელი. და ასეთია სწორედ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული სტუდია ნერი ენდ ჰუ. აირას ამბობდა არქიტექტურული ძეგლის გაცოცხლების თაობაზე თბილისში მყოფი ნერი ენდ ჰუს თანადამფუძნებელი ლინდონ ნერი მაშინ, როცა სამუშაოები ახალი დაწყებული იყო. არსებულ ნაგებობებზე მუშაობა რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი. შენობები ადამიანების წარსულ მოგონებებს აცოცხლებენ. სიძველისადმი მოწიწებით მოპყრობა მნიშვნელოვანია. მე არ გულისხმობ ნოსტალგიას და შენობებისა და ნაგებობების უცვლელად დატოვებას. უნდა განახლდეს შემადგენელი ნაწილები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია. მით უმეტეს, როდესაც საუბარია თანამედროვე სტანდარტებზე და სასტუმროდ გადაკეთებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შენობის არსის შეცნობაა. შეცნობა იმისა, თუ რა მიანიჭებს სიცოცხლეს ამ შენობას. ასევე ცვლილებების ფონზე უნდა შენარჩუნდეს ის სულისკვეთება, რომელიც ამ შენობის აგების წყარო იყო. ნამდვილი გამოწვევაა, რომ განახლების მიუხედავად შენარჩუნდეს ის ემოცია, რომელიც ამ შენობის ისტორიასთან არის დაკავშირებული. ასე იძენდა ახალ სიცოცხლეს სასტუმრო ტელეგრაფი. იმ არქიტექტორების ხელით, ვისთვისაც ყველაზე მთავარი ადამიანი და ბუნებრივი გარემოა. იმ ხალხის ხელით, ვისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედამიწის მომავალსა და ეკოლოგიას. დღეს არაჩვეულებრივი დღეა. საბოლოოდ დავასრულეთ პროექტი, რომელზეც თითქმის 4 წელი ვმუშაობდით. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თბილისს ახალი საზოგადოებრივი სივრცე შეემატა. ეს იქნება ადგილი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ქალაქის მცხოვრებთათვისაც. მათ ახალი სივრცე ექნებათ, სადაც დროის გატარებას, ერთმანეთთან შეხვედრას თუ ცხოვრებას შეძლებენ. პროექტზე მუშაობის გზა ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო იყო. განსაკუთრებით საინტერესო იყო მუშაობა ასეთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე. ვიტყოდი არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვან შედევრზე. ძველ მიტოვებულ სივრცეზე მუშაობის შესაძლებლობა და მისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა Silk Road-ის გუნდთან ერთად მართლაც საოცარი იყო. ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ შევძელით. სასტუმრო ტელეგრაფი Silk Road ჯგუფის კიდევ ერთი დიდი პროექტია. ეს პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of the World შეუერთდა. ეს კი საქართველოს სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს. სასტუმრო არის World Leading Hotels, აიგეთი ძალიან სერიოზული გაერთიანება არის, სადაც გაერთიანებული არიან ძალიან ცნობილი სასტუმროები და ზოგიერთი შეიძლება იყოს ერთი სასტუმრო, შეიძლება რამდენიმე, მაგრამ ძალიან ცნობილი და ძალიან მაღალი ხარისხის სასტუმროები და ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ. ამის გარდა ბოლო სართულში არის Rolling Stone rooftop ბარი, ესე ქვია Rolling Stone-ების ბარი. ჩვენ ვიყიდეთ ლიცენზია, Rolling Stone მაგაზინის ლიცენზია, სადაც როგორც იცით 60 მილიონი მკითხველი ყავს და ეს არის პირველი მაგათი, ესე ვთქვათ,
ბარი და ესეთი ადგილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჟურნალთან, მაგრამ მეორე მხრივ ეს დაიბეჭდება აქ რაც ჩატარდება, სხვადასხვა ივენთები, სხვადასხვა კონცერტები, ეს მოვლენები დაიბეჭდება ამ გამოცემაში, რომელიც ცნობადობას მიანიჭებს როგორც ამ ბარს, ასევე ტელეგრაფს, ასევე თბილისს და ეს მე მგონი რომ კიდე ერთი კარგი და საინტერესო მომენტი არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გიორგის და მთელ ამ ჯგუფს, რომ ეს შენობა შეინარჩუნეს, იმიტომ რომ მამაჩემის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია და სამწუხაროდ ძალიან ბევრი მამაჩემის ნამუშევარი ან განადგურებულია, ან სტატუსი არ აქვს, ან დამახინჯებულია, უგემოვნოთ არის და რას შემდეგ. და ეს პირდაპირ საოცრად არის შენახული როგორც გარედან და შიგნითაც ინტერიერი, იმიტომ მე ვიმუშავე ამ პროექტზე, ამ ოთახების გაფორმებაზე და შემდეგ არაჩვეულებრივად არის გაკეთებული, არაჩვეულებრივად. მე მგონია რომ დიდი მომავალი აქვს, იმიტომ მრავალფუნქციონალური გახდა ეს ყველაფერი. და ქალაქის უაგულშია და ადამიანი, ვინც განსაკუთრებით გემოვნები ადამიანი, ვინც შემოვა აქა და ნახავს, მე მგონი ძალიან შეაფასებს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირადად გიორგის და მთელ ამ ჯგუფს, რომელიც ამას მუშაობდა და მე მგონია ეს სამაგალითო ნიმუშია, როგორ უნდა გაუფრთხილდე მემკვიდრეობას. რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ არის ამის დიდი ტრადიცია. გარედან ვერც მიხვდები, როგორ იტევს ეს შენობა ორ შიდა ეზოს. 229 სხვადასხვა სახის ნომერს, სრულიად განსხვავებულ 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, სამუშაო და საკონფერენციო ოთახებს და 1000 სხვა მყუდრო თუ საჯარო ადგილს. და ყველგან, ყველა ამ კუთხეში საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა თუ საქმიან სტუმრებს ელოდებათ შესაბამისი მასპინძლობა და კომფორტი. It was a place where the letters come and go and parcels come. ეს იყო ადგილი, სადაც წერილები მოდიოდა და მიდიოდა, ამანათები მოდიოდა და მიდიოდა. ახლა კი ადამიანები მოდიან და მიდიან. ფიქრობ, კარგია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, სადაც კარგად შეუძლიათ დაძინება. მე გუშინ პირველად გავათენე ღამე ამ სასტუმროში და ჩემმა მობილურმა და საათის სისტემამ აჩვენეს, რომ აქ ძილი 100%-ით ხარისხიანია. ამიტომ გეუბნებით, დარწმუნებით, რომ აქ ნამდვილად არის 100%-ით ხარისხიანი გარემო. ხო და მობრძანდით. ამგვარი პროექტი ცხადია განსაკუთრებით მსხვილ ინვესტიციას მოითხოვდა. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს და ეს ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, TBC-ის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ტელეგრაფი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის მთლიანად საქართველოსთვის. მას გააჩნიათ როგორც მოგეხსენებათ უკვე 50 წელზე მეტი ხნის ისტორია. და ჩვენ Silk Road ჯგუფთან უკვე 10 წელზე მეტია სტრატეგიულად თანამშრომლობთ. უამრავი პროექტი გვაქვს მათთან ერთად, ასე ვთქვათ, პარტნიორულად დაფინანსებული და მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან საინტერესო ნაგებობა, რომლებიც 1978 წელს გაიხსნა პირველად, მაგრამ ეხლა სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მოგვეცა საშუალება, მიგვიღო მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ძალიან ახალი სიცოცხლე შეიძინა ამ შენობამ, არა მარტო თბილისელებისათვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის და მინდა მიულოცო ასე ვთქვათ Silk Road ჯგუფს, მის პარტნიორებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი დაფინანსდა. ეს არის ძალიან ლამაზი ძეგლი, რომლის ახალი სიცოცხლე გაიხსნა დღეს და წლების განმავლობაში იქნება ესეთი ლამაზი და მოემსახურება ამ ქალაქს. ჩვენ მქონდა პატივი რომ ყოფილიყავით დამფინანსებელი ბანკი ჩვენ პარტნიორ ბანკთან ერთად და ასეთი მასშტაბის დიდი პროექტების დაფინანსების საშუალება რომ უკვე არის ქართული საბანკო სექტორის მიერ ეს თავისთავად მგონია რომ ქვეყნის დიდი წარმატების ნიშანია. ჩვენ გვიხარია ამ ჯგუფთან თანამშრომლობა და მოგწონს ის პროექტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არაერთი შემიძლია ვთქვა. ტელეგრაფის რეკონსტრუქცია თბილისის რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სასტუმრო ტელეგრაფში პირველი სტუმრები მოდიან. ზოგმა უკვე შეიტყო მისი გახსნის ამბავი და მისთვის მორგებულ სასტუმრო ნომერს არჩევს. ზოგს კი უბრალოდ ამ ულამაზეს სივრცეში ჩამოჯდომა და საუბარი უნდა. სასტუმროს ნამდვილი სიცოცხლე კი სწორედ მაშინ დაიწყება, როცა აქ სტუმრები ახმაურდებიან და ერთმანეთს შეერევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხის საუბარი. სიტყვები კეთილი იყოს, თქვენი მობრძანება კი ალბათ ყველა ენაზე გასაგებია. ყველა მობრძანდით და welcome to Telegraph.